მოვასწრეთ ბატონო პრეზიდენტმა, რამდენჯერ უნდა გითხრა რა არის ესე. რო წამეიყვანე თვითმფრინავი და დევერეკეთ იქიდან და წამევედით. მამის ისი რამდენ ბენზინს წვამს, არიცი? ბენზინს წვამს მიაკხრი პავში მასავით, ეგ რამდენჯერ გითხარი ახლა ხო დაჭიქი იქან არის, მაგრამ კი მართლა ყარხა გამოგდის ისე. ხო ასე რო ხარ და შეიძლება წამევით ხო გამოფრინით, ავკრიფოთ სიმაღლე, ავკრიფოთ, გოუთიშოთ მატორი. დევეშოთ მე კი ასე იქიდან გორები. ბენზინს მართლა კარგი მომეწონა, სხვათა შორის ეს კედლები მომეწონა. ინტერიერი ძალიან კარგია და მომწონს. მაგარი კედლებია თვითონ, იმიტომ რომ რეალურად როგორ ახთ. ხო, ეს კარგი კედლებია თვითონ, გარემო მომეწონა და კედლები. მართლა მაგარი კედლებია. ხო, ვიგაკეთე. კაია, ყველაფერი კაი არის. ძალიან მყარი კედლებია და მართლა კარგი და კარგი კედლებია, როგორ ისი ბატონო პრეზიდენტო მართლა კარგი კედლებია. თემის ხდება ბატონო პრეზიდენტო, სანამ მთელი არის ყველაფერი, დავზენით. დასკეთ მე რა თქმა უნდა მოგესალმებით პირველ რიგში, ხო, ყველა ვართ, ხო? სად არის? გვეზერი სად არის? დავის კავი. სად არის ბიჭო, სად არის გვეზერი? რა პირველ რიგში ხომაზე იგვიანებს? თუ რა ხდება? ჰა? რა ხდება, რა არის? ყანაში ვიყავით, სიმინდობა იყო ეხმარებული. რა ხდება, რა ისაა? ნუ ყანა არის ჩვენი გამარჯვება და უნდა ვახატებთ. ჩვენი გამარჯვება. ნუ რა თქმა უნდა, მე პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ბატონო პრეზიდენტო, იცადე ეცოთი. ვერ შეამჩნია ვერაფერი. რამდენი ახლა ვერ შეამჩნია ვერაფერი. შეხედე დროშას უყური აქეთ. შეხედე სიტკენ დავჟექი. ეგ დასავლური გეზია. მე რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ ეიღო დასავლური გეზი, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ რო წელს ზაგარი გვაქვს, ესეთ ზაგარი არასდროს არ გქონია. ეს ის ზაგარი აღარ არის. ნუ ახლა ვიღაცები ამბობენ, რომ სააკაშვილის თეთრი მინისტრები ყავს, სააკაშვილის ფითქინა მინისტრები ყავს. მაგრამ მე ამ ადამიანებს მოუწოდებ კარგად დააგვირდნენ რაზნიცას. ეკონომიკის და განვითარების მინისტრის სახეს ვერ გათქმევიებ. ვერა, ვერ ვათქმევიებ, ბევრი წვალება დამჭირდა, ხო იცი? აიყო რა არის? ხო შეგაწყვეტინე საუბარი. იხუმრე ბატონო პრეზიდენტო, რა იყო რა? ნუ რა თქმა უნდა მე სანამ კითხვებით გადმოვან სიახლეზე მინდა ვისაუბრო განსაკუთრებით დიმა შენ სფეროში შაშკიძე ხო იცი შენ სფეროში ძალიან წინ მივდივართ და ძალიან კარგია და ეხლა სიახლესთან დაკავშირებით მინდა გითხრათ რომ გაკვეთილები დაიწყება ცეკვის სკოლებში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის იმიტომ რომ ცეკვა უნდა ტარდებოდეს და რატო? იმიტომ რომ მასწავლებელმა უნდა იცოდეს ელემენტარული ვინც ასწავლის ცეკვას ელემენტარული ქართული ცეკვა და ესეთი რაღაცები უნდა იცოდეს. და მოსწავლემ უნდა იცოდეს ელემენტარული ილეთი ქართული ცეკვის ესეთი რაღაც მაინც უნდა იცოდეს. სულიარი ბატონო პრეზიდენტო. აბა რეგდან კოალიცია და შეხედე ბატონო პრეზიდენტო განაგრო დემონსტრირება რა ფეხდება რა წევი და გაკვეთილი შევიდა მასწავლებელი აბა ბიჭო ხანა გაუსვა და გამოუსვა აბა შენ ნორმალურ ხარ სერ ჰა ავიც ბატონო პრეზიდენტო რაც ხლა საერთაშორისო ხელი თუ მოხვედრია ეს აგიარებული მართლაც მაგა დონეზე თუ რა შეიძლება ტურიზმში სიახლეს მინდა გითხრათ რომ ერთხელ სამუდამოდ ამოიძირკვება
ფრაზა, რომელიც პლაჟზე დიდხანს გვესმოდა, siminди და ერთხელ სამუდამოდ ჩვენ ვიცით რომ ავიღეთ პროდასავლური გეზი და ერთხელ სამუდამოდ პლაჟზე იქნება შემდეგნაირად ეს ფრაზა. Maisie Ეხა ვიხურე, ეხა როგორ ვიხურე? აი, ხომი გეიცი. აი, ყოლა მოგიძა, გილო, აი, პატარა დაბლია შეიძლება. აი. მეიზი. შაშკიც ხოდა მაგას ახერას. აი, თვითონ ეიფიქრა. ეხა ხუმრობა იქით იყოს და ეხა მართლა პრემიერ-მინისტრმა მექნება პირველი კითხვა რა თქმა უნდა. რამდენი ტურისტი იყო დაახლოებით აჭარაში წელს? წელს იყო 700,000 ტურისტი დაახლოებით. 700,000 ეგ დოლარში თუ ლარში? ვიხურე ბიჭო. ეგ რა იყო რა მოგივიდა, ვიხურა. ეგ გადავა არ გეიგე. ესე კარგი ყველაფერი სახუმარო გვაქვს საქმე, გეიგე. ვიცი სადაც ჩავარტყავ თუ წყნარად არ იქნება ეხლა ხო მართლა რა თქმა უნდა ჩვენ ამასთან დაკავშირებით ხუმრობას მოწყდეთ და ჩვენ გვაქვს საშუალება რომ ნამდვილი ექსპერტი ჩავთოთ ეხლა აჭარიდან და თუ შეიძლება ეხლა ჩავთოთ რომელიც გვეტყვის რა ხდებოდა იქ რა ხდება ეხლა რა მოვიდა? არა, ახლა ახან ეს. ჩინურია თუ რა? ჩინურია. უყურე ახლა? წევიდეს დიზინი თუ უყურე? აბა. ბატონო პრეზიდენტ, დამიშნე ახლა ეკონომიკის მინისტრი? ახლა გავაკეთე ორი ელემენტს ეკონომიკა. მეუბნია კიდე? და შემისი. აგართვით სალამი ბატონო საქართველოს უფროსო მეც აგართვით მე ისვენ აგართვით უკან ნუ ეხ გამოდის რომ ბოლოს თქვენ ამართვით და დაიწყეთ რა ხდებოდა რამდენი ტურისტი შემევიდა ახლა ბატონო საქართველოს უფროსო ახლა შეხედეთ დუღურეთ ახლა რაფერაჩი კარგად დუგვიდით საქართველოში ამ ესე იგი ზეიცხურმარების და ჩურუღაის პერიოდში ჩურღაი აღარ არის ჩურღაი ზეიცხურმარება და ჩურუღაი და რომ ზე რომ დაგაშხუნებს და დაგატყამს ხან იქეთ გიგიქნევს ხან აქეთ გამოგიქნევს ჩურუღაია და ძალიან რომ ცხელობს ხო ამან და ჩამევდა 600 ახლა გეუმეორებ დუკვირდით 600,000 ტურისტი ჩამევდა აქედან 400,000 წევდა მემრე 300 ჩამევდა 100 კიდევ დიემატ და 200 დაესხრიკვა ზეიდან კიდე ამან ახლა ამოცანა გამალებით მოდის და მისვამს კითხვას რამდენი ტურისტი იყო აჭარაში ზეიცხურმარების და ამ ჩურუღაის მიქნება მოკნევის პერიოდში მე მგონი საკმაოდ ჩამოაყალიბა ხო? ეს კარგია რომ ესე გასაგებად საუბრობთ რომ ხალხმა იცოდეს რამდენი ტურისტი იყო ჩვენს ქვეყანაში. ხო და ეს ხო ნიკუშა რა მეტესებს ხა იქ დაახლოებით ჩვენ ბათუმში რო გავაკეთეთ ბულვარი კიდე გავაგზავნეთ ხო დაახლოებით კი ვაგზავნეთ ბატონო პრეზიდენტო 100 კილომეტრი კიდე გავაგზავნებთ დაახლოებით 1 წელიწადში დავამთავრებთ ამ პროექტს თუ რა თქმა უნდა თურქმა მესაზღვრეებმა არ გამოყარეს ხო მე მგონი არ დაიწყოს მაგას პრობლემა ჩვენ ვიმუშავებთ მაგაზე და ცეკვის გაკეთებს როდის ვიწყებთ დაახლოებით თითქმის ყველა სკოლაში იმიტომ ცეკვა თუ არ იყო ჩვენს ქვეყანაში და ცეკვა თუ არ ისწავლის ადამიანებმა ეს ქვეყანა ისე ვერ განვითარება ქართული ტრადიციული ცეკვა თუ არ იცოდნენ ბავშვებმა ეს არის ეს და მანდატურებთან დაკავშირებით რა ხდება 3-2 მანდატური ყველა მანდატური უნდა იყოს რა თქმა უნდა მანდატური უნდა იყოს ყველა სკოლაში იმიტომ რომ ეხა და ის დრო წავიდა როდესაც ერთმანეთს ემდნენ ბავშვები და მე მშობლები მიდიოდნენ და 1000 რამე ხდებოდა აბა და კომპიუტერიზაციის პროცესი დაწყებულია ხო თუ არ ცები ხა რა თქმა უნდა კომპიუტერიზაციის პროცესი ყველა სკოლაში იმიტომ კომპიუტერი თუ არ იყო ბავშვი რა თქმა უნდა ვერ შევა კომპიუტერს ინტერნეტში ვერ შევა იმიტომ ინტერნეტში შესწავლს ეს განვითარება და კომპიუტერი ერთად უნდა მოხდეს ხო მე ესე მგონია
და პედაგოგების გადამზადების პროცესი რა თქმა უნდა დაწყებულია, ხო? პედაგოგების გადამზადების პროცესი დაიწყო, ხო? პედაგოგების გადამზადების პედაგოგების გადამზადების დაიწყება და გაგაჩერდება. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ გაჩერდება პედაგოგების გადამზადების პროცესი. ეს ვისაც არ უნდა ეწყინოს. რა ხდება სამინისტროში, რა ხდება? ლაო, რა ხდება? არის წისვები თუ არის? კარგი რაღაცები ხდება, ხო? ხო. ოპოზიციას ნუ მიაქცევ ყურადღებას, ეხლა ქიქია. წოწვა და გუდიანია, ხო, ჩვენ ძალიან ბევრი წინსვლა გვაქვს, ხო. იცი, ამდენი ყურძენი შემოვიდა კახეთში შემოსავალი ძალიან ბევრი იყო. იცი ამდენი? ამდენი. ხო. და სხვათა შორის მართლა შემოვიდა ყურძის მოსავალი ძალიან ბევრი და ჩვენ ამის დასაბუთება შეგვიძლია, ხო? თუ არ ხსები ჩართო შეგვიძლია, ხო? არის ჩართოთება იქ. აბა შეიძლება ჩართოთ. რა ხდება რა არის? რა ხდება? სად არის ის? გამარჯობა. ძინავს წუხერ თედოს ბიჭის ქორწილი იყო და არ გამოდიოდა რო არ დაელია. თუ მეტყვით ყურძის მოსავალი ამდენი 300 კილო დაწურა თვითონ და დანარჩენი არ ვიცი, სახში არაფერს არ ლაპარაკ. აი, ეს არის პატრიოტობა, რომ თვითონ დაეძინა და დატოვა ვიღაც იქ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რაც შეეხება პურის გაძვირებაზე იყო საუბარი რამდენიმე დღის წინ და რა ხდება პურს? მე მითხრეს ბატონო პრეზიდენტო რომ სავარაუდოდ გაძვირდება პური. ხო, ნუ შენ გეტყობდნენ ახლა. რა ეგირება დაახლოებით? ბატონო პრეზიდენტო მე მითხრეს რომ 80 თეთრი გახდა. 80 თეთრი და რაღაც უნდა ვიყო. თუ ხვალიდან გეუბნებით რომ ხვალიდან ჩვენ გამოუშვებთ პურს გარბუშკების გარეშე. გარბუშკების გარეშე ხო გქონდა. 4 გარბუშკის ეკონომიას ვაკეთებთ ამით. არა და ახლა პასის გარბუშკა რა კაია? და მინდა გითხრათ რომ ეს